გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზესტაფონში ბაქარ ხიჯაკაძე კვალიეთის მოსახლეობას ნიკა მელიასთან ერთად შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო დამძიმდა. ამ ფონზე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებს დახმარებები მოუხსნა. უამრავი პრობლემები ამ ადამიანს დასაქმებაზე აღარ არის საუბარი და გაძვირებულ პროდუქტებზე და ესე შემდეგ. უყურადღებობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საერთოდ ყველა გამოხატავს პრეტენზიას, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს. მივლენ მერიაში, თუმცა პასუხისმგებელი პირი არ ხვდებათ და ხდება გადამესამართებები და ხალხი აცხადებს, რომ დავდივართ მოჯადოებულ წლებზე კვირეების მანძილზე და ბოლოს ანებებენ თავს საერთოდ შეხვედრას და პრობლემებს. მხოლოდ ამიტომ უნდა დამარცხდეს ქართული ოცნება ზესტაფონში, სადაც ფული აქვთ, მაგრამ ვერ ხარჯავენ. აი დაიწყეს რაღაც კეთება და შეაჩერეს, იმიტომ რომ არათუ არა აქვთ უნარი რომ ესაკეთონ. мотивация არა აქვთ. ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი მიმართულებით, ხო, мотивация აკეთოს ფული. და ამ ფულის კეთების ერთი შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ 19 მაისიდან და მეორე 20 მაისიდან უკვე ზესტაფონს დაეთყოს პროფესიონალის ხელი და ბაქარ ხიჯაკაძე ჩემი ღრმარწმენით არის ადამიანი, რომლისთვისაც პოლიტიკაზე მეტი არის ზესტაფონი.